სიონიზმი საიდან მოდის ახლა? ეს არ არის რელიგიური მოძღვრება, ბევრს ეშლება. იმიტომ სიონიზმი როცა გაჩნდა, ამას რელიგიური, ორთოდოქსული, ებრაული მიმდინარეობა დაუპირისპირდა. დღესაც უპირისპირდებიან სიონიზმი არის ებრაული ნაციონალიზმი. რას გულისხმობ? ეს არის პირველ რიგში ასიმილაციის წინააღმდეგ მიმართული და რა იგულისხმება ამაში? პირველი ენის აღდგენა, იმიტომ რომ ივრითი დავიწყებული აქვს, აღარ ახსოვს. ევროპელი გერმანელები ლაპარაკობენ იდიშზე, გერმანულზე დამყნობილ ებრაულ ენაზე. უფრო გერმანულია ვიდრე ებრაული. ივრითის აღდგენა და მერე მიწა გვინდა ჩვენგან, ყველგან უცხო ვართ. ყველგან ცუდად გვექცევიან. ყველგან ქუჩაში რო ჩავივლეთ, ზურგიდან ან ქვას გვესვრიან, ან რაღაცას გვეძახიან, უკეთეს შემთხვევაში. ამიტომ სად არის ეს ჩვენი მიწა? რაღაცა ერთი კვადრატული ხო მაინც ჩვენი უნდა იყოს და დაიწყო ეს მოძრაობა, ფიქრი. თან ძლიერები არიან ფინანსურად, მოდებული არიან ყველგან, უკვე ელიტებში არიან გასულები ებრაელები. შეიქმნა სიონიზმი.